აბა ჩემო ძმებო, დღეს თორნიკემ ბოლო წინასწარის საშეჯიბრო ვარჯიში ჩაატარა და ტაშით გავაცილოთ ქუთაისში. ვუსურვოთ წარმატებები, გამარჯვება უსურვოთ. აბა შენიცი თოკო. წარმატებებს გისურვებ. აბა წავიდა თბილისის გუნდი ქუთაისში საქართველოს ჩემპიონატზე. თოკო, აბა შენიცი გენაცვალე, აბა წარმატებები და ღმერთი შენს კავშირზე ვიქნები რა, სულ რა დაგირეკავ ხოლმე რა. აბა შენიცი თოკო. ბიჭებო, აბა თქვენიცით. მოიგეთ. დაიჭდა თავის ადგილას. ხო მოიგე. ენაცვალე. თოკო დავაი, აბა ჩემი სული და გული ხარ გენაცვალეში. მშვიდობიანი მგზავრობა და გამარჯვებულები დაბრუნდით ბიჭებო. ჩამოვიდნენ სპორტსმენები. გენაცვალე მოჟა, უფრო კაცი, ცოცხლე. თოკო გენაცვალე, აბა შენიცი ახლა. ზაროვა. მაგრამ ევროპის ჩემპიონატების განრიგს გაგაცნობთ ივლისში იწყებენ ჭაბუკები, ანუ 16 წლამდელები ივლისში ეს ევროპის ჩემპიონატი გაიმართება სერბეთში, ქალაქ ნოვი პაზარში, შემდეგ აგვისტოში მოსწავლეებს შორის ესპანეთის ქალაქ ლანუსიაში და ახალგაზრდებში, ანუ 18 წლამდელებში ევროპის ჩემპიონატი იქნება სექტემბერში რუმინეთის ქალაქ პიტეშტიში. ამის გარდა გვაქვს 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი, რომელიც 8 ოქტომბრიდან დაიწყება ერევანში. ეს ბიჭი შეგვიძლია ასე ვთქვათ, მათე ტატელიშვილი ქუთაისელი და
ეხლა გამოვა ნიკოლოზ ჩკადულა. ავთუმელი მოკრია. თავისი ამალით, სველით. პირველი რაუნდი აქ თავიდან შეუდია მათე თათელიშვილი. თუმცა შემდეგ აგი უპასუხა ნიკოლოზ ჩკადულამაც. ცოტათი უფრო მაღალია ქუთაისელი. პაუზა იღეს და შემდეგ თათელიშვილმა შეუდია მარცხენით. ახაც მისი ორი დარტყმა შედეგიანი იყო ქუთაისელი. ნამდვილად მოიგერია ჩკადუამ და შემდეგ რაუნდის მიიწურა საკმაოდ ისეთ მძაფრ ბრძოლაში. პირველი რაუნდის დასასრული. 10-9 მოიგო ხუთივე მსაჯის აზრით მათე თათელიშვილი. მეორე რაუნდი. კატეგორია ასაკში იწყება 40 კილოგრამიდან და მძიმე წონა აქ არის 70 კილოგრამამდე. 40 კილოგრამი არის ყველაზე მსუბუქი წონა. უკეთესად დაიწყო მეორე რაუნდი ჩკადულამ საკმაოდ მძლავრი დარტყმა მიაკენა ეხლა მედუქეს მარცხენა ხელით. კიდევ ერთხელ მისვლა, ავიღო ძლიერი, მაგრამ მისვლა და შემდეგ კონშეტევა თათელაშვილის უკვე პასუხი მისი. კიდევ ერთი ზუსტი მარცხენა ხონდა საკმაოდ მძლავრი მარცხენა კროსი ნიკოლოზ ჩკადულას ხვიდან ნახოთ საჯები როგორ შეაფასებენ ამ რაუნდს. უკეთესი იყო მეორე ჩკადულა, მაგრამ საკმარისი არ აღმოჩნდა. როგორც ხედავთ, მეორე რაუნდის ხუთივე მსაჯმა მისცა თათელიშვილს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ისე ძალიან კარგი დიდი უპირატესობა აქვს 28 ხუთივე მსაჯთან ორი რაუნდის შემდეგ. ეს ისეთ წინა რაუნდის საუკეთესო მომენტებს გაჩვენებდით, ეს კი ბოლო რაუნდის წინ მოგრივები.
შეჭრა ეს მეორე ბრძოლა საკმაოდ ისეთი თანაბარია, ანგარის მიუხედავად საკმაოდ საინტერესო და ხარისხიანი როგორც ხედავთ. ის კარგად მოიგებია ხთათელიშვილმა. მიდოქის ყველა შეტევა თავად ჰქონდა ზუსტად დამწყმები. ბოლო წუთია უკვე ამ ბრძოლის ჯამში ანუ 3 წუთი ნახევარი 4 წუთი ნახევარი გრძელდება ბრძოლა. ამასაკში უკვე 2 წუთიანი ბრძოლები არის ჯამბუკებში ზედა ასაკობრივ კატეგორიაში და 18 წლიდან უკვე სტანდარტული 3 წუთიანი რაუნდი. აღარ შეიძლება რა თქმა უნდა რაუნდის გამარჯვება შეიძლება მოიგოს მესამე რაუნდი ჭადოა, მაგრამ ბრძოლის მოსაგებად მას საკმაოდ უპირატესობა არ აქვს თუ აქ საერთოდ მოიგო და მეორე ფინალში გადის მათე ტატელიშვილი ხა ამას დაგვიდასტურებენ მსაჯებით ან 5-0 იქნება ანგარიში. მეორე რაუნდში გაიბრძოლა ნიკოლას ჭადოამ, კარგი რაუნდი გამოუვიდა, მაგრამ მსაჯებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ახაც ესეთი ანგარიშია მესამე რაუნდში 19-27 ხუთივე მსაჯთან მოუგია 3 რაუნდი მათე ტატრიშვილს. ეხლა კი სერგეი პოირაზიანი და ლუკა მესხი. ესეც საუკეთესო მომენტები მესამე რაუნდის. აქ ჩანს უფრო კარგად რომ მესამე რაუნდში ნამდვილად ჰქონდა უპირატესობა. ტატელიშვილს ისე როგორც პირველში და მეორე შესაძლოა ცოტა შედარებით თანაბარი იყო. ეხლა მოდი ბარემ გავისმოთ 40 კილოგრამის წყვილებს. პირველი წყვილი იქნება ასეთი.
მოგლეთ პირველი ბრძოლა დასრულდა პირველი რაუნდში ჩვენი პაუზა ვის იყო გამოუწვეული ბოქსი წერია თორნიკე სიმონიშვილი სიღნაღი და თორნიკე სიმონიშვილი თბილისი შესაბამისად აფრიკაში შევიტანეთ რომ რაღაც შეცდომა იყო მაგრამ აღმოჩნდა რომ მართლა ორივე თორნიკე სიმონიშვილი იყო და მოიგო თბილისელმა თორნიკე სიმონიშვილმა პირველივე რაუნდში ხომ ესე იყო დამარცხა სიღნაღელი თორნიკე სიმონიშვილი შემდეგში წყვილში ხო ესეთი იშვიათი დამთხევა არის ხა რა თქმა უნდა ამის ალბათობას ჩვენ ვერ გამოვითვლით ლაშა გრიგალაშვილი ქუთაისი და უკა მაღრაძე ზესტაფონელი მოკრე ის გახლავთ ლაშა გრიგალაშვილი ქუთაისელების წარმატების გამოდიან პირველ დღეში 8 მოკრე გამოვიდა მათი და აქედან 7-მა გამარჯვება მოიგო ეს კი გახლავთ ზესტაფონელი უკა მაღრაძე ორივე პირველ ბრძოლას გამართავს აი პირველ ოთხგულში ვინც იქნება ისინი დღეს იწყებენ შეჯიბებას ბოლო ოთხგულში ვინც იქნება იმას უკვე მოწევს მეორე შეხვედრა იმიტომ რომ პირველ დღეს 13 მაისს ისინი უკვე გამოდიოდნენ მე-16 ფინალებში შეტევი დაიწყო გრიგალაშვილმა რამდენიმე შედეგიანი დასმა ჰქონდა მას უკვე დევეთი მოარტყა უფრო მაღალია ქუთაისელი და უფრო არ მოწდება მეტოქეს და საჯირო ესე გააჩერა კიდეც უკა მაღრაზის შეტევა მოარტყა მარცხენა ჰუკი ისევ გრიგალაშვილმა სორი ბოლო დარტყმები გაუწევდა მაგრამ ბოლოში მაინც ჰქონდა შედეგიანი დარტყმა წითელს რაცა პირველი რაუნდი დასრულდება ეს წუთნახევარიან რაუნდში უნდა დაამტკიცოს მოკრევენ ამას აქში თავისი უპირატესობა აქ რა თქმა უნდა გრიგალაშვილს მიციწამი ხადია გრიგალაშვილმა მოიგო პირველი რაუნდი ვნახოთ ანგარიში როგორია 10-9 არის 5 საჭდა ანუ მინიმალური უპირატესობით შემდეგი წვლილი იქნება ბათუმელი პეტრე ხალვაში და ლაშა გაფრინდაშვილი თეთრი წყარო ისე ანალოგიურად დაიწყო რაუნდიც გრიგალაშვილის შეტევით ახაც ხონდა მას მინიმუმური დარტყმა აქ შეიძლება მოსალოდნელი იყო ეს ნოკდაუნი წაბარბაც და ჯერ მაღრაძე შემდეგ გააგზავნა ლაშამ შეტევა
და აი ხა მოვარტყა უგამას მაღაზიაზე მიიყვანს ის ამ რომელსაც მოვუმდე ცალკაც უბრალოდ ხონდა ვაშას რა თქმა უნდა ნოკდაუნის სალობით სამსაჯთან 10 ვარიან გარშემო 27-28 ეს უკვე თითქმის მოგებული შეხვედრა მესამე რაუნდი გველის წინ და შემდეგ პეტრე ხალვაშისა და ლაშა გარდაფხაძის შეხვედრა ამავე ზონაში ხვალიდან უკვე გოგონები ჩაერთვებიან ბრძოლაში ოთხვალ მხოლოდ ორი მეოთხე ფინალი იქნება 54 კილოგრამში ასევე იქნება მეოთხე ფინალები დარჩენილ ზონებში აქვე ამ ზონაში 40-ში შემდეგ 54 57 და 63 და 66 ხო 17 ზონა აქვს ისე ბევრი სულ ამ ტურნირში მონაწილეობს 156 ბიჭი და 17 გოგონა. ისე ტრადიციული დასაწყისია მიდის ხოლმე წელიწადში სულ თითქმის დგას ქუთაისელი გრიგალაშვილი და გაიბრძოლებს ხოლმე ხა მაინც უჭირავს კარგად უჭირავს თავი მაღაზიას მაგრამ ასე უფრო მაღალ და შეიძლება უფრო გამოსცილ მეთოქეს წინააღმდეგობას უწევს სულაც ხაობა შედევის დაწყებას, მაგრამ აუშავს ახლოს მეთოქე. შორიდან მეძრა იქონდა ხარში და გვა მაღაზიას აუცილებლად მაცხენა პირდაპირ და შემდეგ მარჯვენა ფლანგში ორივე ზუსტი იყო დაბრუნდება ალბათ უგაბძოლაში ბევრიც არ დარჩა და მიიყვანს ეს ამ შეხვედრას ბოლომდე ბატონო დასრულდა მოიგო გრიგალაშვილმა ამას ოფიციალურად დაგვიდასტურებენ ანგარიშიც ცხადია როგორი იქნება 27-ს და 28-ს იგებდა ყურამსაჯთან გრიგალაშვილი პირველი წვლილი მეოთხე ფინალისტების გამოვლინდა ეს იქნება თორნიკეს ივანიშვილი და ლაშა გრიგალაშვილი ეს შეხვედრა გაიმართება ხვალ
ლურჯი კუთხიდან არის გიგი ხათამაძე. თითქოს უფრო აქტიური დგომია, ხა მოარტყა ქათამაძემას, მაგრამ იქამდე ასრებდა ხოლმე მას. ზაქარიანს ჰქონდა რამდენიმე შედეგიანი დარტყმა. აი ახაც. ცენტრი არის თბილისელია და გამაგრებული, მაგრამ სანამ ის დიდხანს ამზადებს შეტევას და ზოგჯერ ხშირად ასრებს ხოლმე მას ზაქარიანი. მასხენა პირდაპირი ახალქალაქელმა გოლდარტყმა იყო ქათამაძის ნახოთ საჯები საჯებმა ხუთი საჯმა ისე უპირატესობა ქათამაძეს კი ბატონო ხო 10-8 ერთ-ერთმა ჩათვალა რომ დიდი უპირატესობა ხომ ქათამაძეს კი ბატონო ნახოთ რომ გაგრძელდება პირველ რაუნდის შემდეგ როგორც აღნიშნეთ ამ და მოჩეს ყველა საერთოდ უნდა სამორო გამარჯვების შანსი აი მეორე რაუნდის შემდეგ მეორე რაუნდი მოსაგებია ხა თუ უნდა მეოთხე ფინალში ასვლა ზაქარიანს თან შეიძლება ისეთ კარგი უპირატესობით მოატყა ხა ორივე მარცხენა პირდაპირი და შემდეგ მარჯვენა ხუკი გიგი ქათამაძის მშვენიერი კომბინაცია. აი ეს მისი უპირატესობა გამოიკვეთა უკვე და ზაქარიანის დარტყმების არის ზუსტი, მაგრამ ესეთი წამყვანის პოზიციაში, ან შეტევის დამწყების პოზიციაში ისევ არის გიგი ქათამაძე. ცოტათი გამოასწორა ზაქარიანმა იმ საწყისი ნოკდაუნის შემდეგ, მაგრამ ის საკმარისი არ იქნება, რა თქმა უნდა, რაუნდის მოსაგებად. თუ რაღაც იგივეა, უბრალოდ იგივე შედეგები, ეფსაშთან არის 10-8. ну შესაბამისად როგორც ჩანს პეტრეხალბაშ ხოლმე მეოთხე ფინალში შეხვდება გიგი ქათამაძე. თუმცა მესამე რაუნდი ჯერ ჩვენ სანახავი გვაქვს. შემდეგ 4 წელი არის ასეთი აბილ თირქია მოთე თათელიშვილი, სერგეი პოირაზიანი, ლუგან ალიევი, ნიკოლოს ხოფერია, ემირ მირზაევი და დემეტრე აბდუშელიშვილი
ოქროიანი ამ რაღაციდან 7 ვნახეთ ჩვენ უკვე შეჯიბრების პირველ დღეს ვერ ვნახეთ მხოლოდ დემეტრე აბდუშალიშვილი რომელიც უძოლოდ გავიდა მერვედფინალში იმიტომ რომ მეტოქი არ გამოუცხადდა მესამე რაუნდი ზაქარიანი ქათამაძე დასრულდა მესამე რაუნდი გიგი ქათამაძე შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს გადის ზედანაწილში ორი წყვილი ვიცით თორნიკე სიმონიშვილი ლაშა გრიგალაშვილი და პეტრე ხალვაში და გიგი ქათამაძე მესამე რაუნდი აქ არაფერს არ შეცვლის Why მესამე რაუნდში შეიცვალა რომ ერთმა მსაჯმა მისცა უპირატესობა ზაქარიანს ანუ 99 მოგებინა მინიმალური უპირატესობით ქათამაძის ჯამში გამოვიდა რა თქმა უნდა 5-0 და შემდეგი წვლილი არის უკვე აბელ თირქია ხობელი და მათე თათელაშვილი ქუთაისი ეხლა ნახავთ ჩვენ აბელ თირქიას ამის მეორე ბრძოლაზე გამოდის ის უკვე მერვე ფინალში რომ ისი მეტოქები ისიც მეორე ბრძოლას ატარებს მათე თათელაშვილი ქუთაისი შოვიდან გამოიწვა ცოტათი დაბალია უფრო თირქია ესეთი დათქმები მოუწევს მას თუ ახლო ბრძოლაში შევიდა შოვიდან ესეთი რაღაც ეგრეთ წოდებული უეფენდი ქონდა ორივე მააცია, იმიტომ რომ ვერ მიუწვინა, ვერ უწია ხელი თირქიამ შემდეგ.
წურა რაუნდი და თანაბარ ბრძოლაში მოვოს მოვარტყა ხა ერთი თიკია მარჯვენა ვერ გავისკარ ხო ვერ ვიწინასწარ მეტყველებ ვინ მოიგებს რაუნდი ცოტა ხანში ეს შეძლება მოიგო თათელიშვილმა 5 საჭთან თან უნდა გააქციოდეს თიქია, თუმცა მას მარაკმა ხმი რაუნდში აქტივობა, აღარ ზუსტი დარტყმები. იქცავი აქ უკვე თათელიშვილი იწყებს უკვე მეორე რაუნდში შეტევების უმეტესობას. ეს თიქია უბრალოდ ვეწდება მეტოქეს. შოვიდან იწყებს ზარწყმას, რომელიც მიზნამდე უბრალოდ ვერ ახსოვს. მაგრამ ახლა შედეგიანი იყო მარჯვენა კანოსი თათელიშვილის ეს დამაჯერებლად დგას ძირითადად დასვაში დგას თათელიშვილი და პასუხობს მეტოქეს როცა საჭირო არის რამდენიმე წამი დარჩა რაუნდის ბოლომდე ну შედეგი ალბათ იგივე იქნება რაც პირველ რაუნდში. ზუსტად იგივე 20 ხო გაფრთხილება გამოგვჭა ჩვენ TPS მოვიგე გაფრთხილება და 27 ხო საერთოდ აქაც ამ განსაკუთრებული თუ არ მოხდა მესამე რაუნდში და ნუ ამას აქში იშვიათად ხდება ხოლმე ასე განსაკუთრებული რაღაცეები 28 ისედაც მოგების წინაპირობა ორი რაუნდის შემდეგ და მით უმეტეს 27. შემდეგ ბრძოლა ასეთი გვექნება სერგეი პოირაზიანი, ახალ ქალაქი და გარდაბნელი გუგარ ალიევი. სამი ბრძოლა დაგვრჩა კიდევ 40 კილოგრამში უმჩატეს ზონაში და შემდეგ გადავალ შემდეგ 52 კილოგრამზე, სადაც იქნება უკვე მეოთხე ფინალები, ანუ ეს შემდეგ სამწონაში 52-ში, 54-ში და 56-ში მეოთხე ფინალები ჩვენ გქონდა გუშინ უკვე ორ წონაში 50 კილოში და 52-ში ნახევარფინალური წყვილები ცნობილია. თორემ ხო ჩაფხუტი მოხსნეს ცელებმა აღარ გამოუშვეს თითქია მარუცი გამიზეზით სეკუნდანტის უარი ქვია ამას საბოლოო ჯამში ოფიციალურად შანსები არ ქონდა თირქიას, მაგრამ ისეთი მძიმე დარტყმებიც არ გაუშვია ხა ასე თუ ისე თანაბარი ბრძოლა იყო.
რა გადავდივართ ერთ თათელიშვილის მეტოქე გაირკვევა ეხლა შემდეგ წულში ბიჭების ნაწილი წინ გვაქვს ჩვენ 17 ბრძოლა ვიწყებთ 40 კილოგრამი თორნიკე სიმონიშვილი და ლაშა გრიგალაშვილი ჩვენ ესენი ორივე ნახეთ გუშინ უკვე ამ თორნიკე სიმონიშვილმა თბილისელმა დაამარცხა თავისი მოგვარი და სეხნია სიღნაღელი თორნიკე სიმონიშვილი გუშინ და ლაშა გრიგალაშვილმა მოუგო რუგა მაგრაძეს Hotel referi BRV-სო მანჯავიძე და ეხა გავიცნობთ მეოთხედფინალის მონაწილეებს. თორნიკე სიმონიშვილი თბილისი და მისი გუნდი მსვლელები და ისეც ქუთაისელი ლაშა გრიგალაშვილი. ორი ქუთაისელი იქნება ამ ზონაში მეოთხედფინალში, ორი თბილისელი, ორი ახალქალაქელი და ერთი სენაკელი და ერთი ბათუმელი. აი ესეთი არის ქალაქების მიხედვით განაწილება. პირველი რაუნდი. ისინი ენერგიულად ტემპიანად დაიწყო ბრძოლა, ცოტათ მაღალი არის უფრო ქუთაისელი. ახლა ბრძოლა შეასრულა ესტრაფის სიმონიშვილი. მოარტყა მან ბოლო შეტევაში. ხომ პასუხები აქვს გრიგალაშვილის. პირველი ბრძოლა რომლის გამარჯვებული შენობა კარგი იქნება თუ მესამე რაუნდის ბოლომდე არ გაიკვევა. უფრო ენერგიული იყო აქ თორნიკე სიმონიშვილი და ზოგადად კონჩეტებებზე მუშაობდა.
მაშა გრიგოლაშვილი ისეთ შეფასება სიმონიშვილმა მოიგო 5 საჭთან, ნუ 10-8 მოუგია 1 საჭთან. კარგი უპირატესობა ახლა როგორმე უნდა გარდატეხოს თუ შეუძლია ბრძოლა გრიგოლაშვილმა თუ მეორე რაუნდის წაგება მას არ შეუძლია. უნდა მოიგოს მინიმუმ 3 საჭთან მაინც. მესამე რაუნდში მოგების შანსი დაიტოვოს. Direkt გააგვირდებით აღარ ასლის, მეტოქეს გრიგოლაშვილი და სილოქს თვითონ დაიწყო შეტევა. უკეთესი რაუნდი აქვს მას პირველთან შედარებით. მოაწყა ხა წინა შეტევაში გრიგოლაშვილმა. მაგრამ გამოიცხლება ხმები გაიყოს მეორე რაუნდში. სურათი ზოგადად სურათ შეიცვალა. ნახოთ რა საინტერესო იქნება საჯების შეფასება. ხო 10-9 აღარ არის და სიმონიშვილს აქვს 5 საჭთან 4 საჭთან 4 უპირატესობა ერთთან 3 ქულიანიც ასე რომ მას ძალიან დიდი შანსები აქვს რომ ნახევარფინალში გავიდეს. მეორე რაუნდი. То მომოგებული აქვს უკვე სიმონიშვილი და შეუძლია თავს ამის უფლება მისცეს, ესეთი ღია დგომი დაიკავოს და ის გამოიწვიოს საბრძოლველად მეტოქე.
ცაცა უკვე გონგი იქნება. Όλος კარგი შედარებით კარგი რაუნდი გიალაშვილს ჰქონდა მეორე. აფუ სამილიდან გავიში 5-0 იქნება. და დიდი უპირატესობა ჰქონდა ორი რაუნდის შემდეგ თბილისს. შემდეგი წყვილი პეტრე ხალვაში, ბათუმი და კიდევ ერთი თბილისელი გიგი ხათამაძე. მესამე რაუნდიც მოიგო. ნახავთ ეს თუ ასევი პირველი რაუნდი უნდა იყოს ეთისმის ყველა დარტყმა სიმონიშვილის ყველა შეტევაში მინიმუმ ერთ შედეგიანი დარტყმა მას ჰქონდა. დღეს ახლა ზუსტად პეტრე ხალვაში. ბათუმ. და ესეც გიგი ხათამაძე. უხახტიური არის აი ხელმსაწყის პირველ წუთში ლურჯი რა თქმა უნდა გიგი ხათამაძე თუმცა ხალვაშიც ჰქონდა დარტყმები. ისეთ ხანგრძლივი შეტევა იყო ხა გიგი ხათამაძის რომის გამავლობაში სულიერბაგიებთან ყავდა მას მეტოქე და იქ დააგროვა ქულები და მოიგეს პირველ რაუნდს. ამასობაში ეს პირველი რაუნდი დასრულდა. კი ბატონო აქ ფსაჩთან ხუთიან საჯმა მისცა უპირატესობა ხათამაძეს მათ შორის ერთმა 10-8. თუ გაგრძელდა მეორე რაუნდიც პირველი ნახევარი ფინალი თბილისური იქნება. ნახოთ ხალვაშმა უნდა მოუმატოს, მაგრამ ის ცოტაც დაბალია მეტოქეზე და
შორიდან იჭირს ხოლმე წვდომა, თუმცა კარგად დაიწყო, დაუახლოვდა ხალმაშმა და რამდენიმე ესეთი მარჯვენა ხუთი ჰქონდა შედეგიანი ბათუმელს. აგებებთანაც ყავდა მეტოქე, თავადაც გაუშვა, რა თქმა უნდა, მაგრამ უკეთესად დაიწყო ხალმაშმა აშკარად. თავარია აგებებთან არ მოხდეს და მეტოქის არ ის ესეთ ხანძლივი შედეგის საშუალება ისე ვიდეო სიტუაცია ისე მიუწყია ქათამაძემ აგებებთან და ასეთ შემთხვევაში მას უპირატესობა აქვს. თავად უნდა შეუტიოს უკეთ ხალხაშმა თუ უნდა მოგება, თუნდაც აი არ გამოდის. დასაწყისი კარგი ქონდა პეტრეს, მაგრამ შემდეგ აიღო ის ინიციატივა გიგი ქათამაძე. ხალხი უკვე შეგვიძლია თქვა, რომ უკეთესი რაუნდი აქვს, არა მეტოქეზე, არამედ თავის პირველ რაუნდზე შევადაროთ. პირველი ფაქტიურად ისე ცალგარში ბრძოლა იყო, მეორეში ნახოთ 10-8 წესით აქ აღარ უნდა იყოს. ხო და აღარც არის, თუმცა ხუთიან საჭმო კვლავ მიანიჭა უპირატესობა გიგი ქათამაძეს, ისეც მოსალოდნელია. თუმცა 10-8 აღარ ყოფილა. მესამე რაუნდი და შემდეგ უკვე შემდეგი წვრილი გამოვა იმზე მათე თათელიშვილი კიდევ ერთი ქუთაისელი და ახალქალაქელი სერგეი პოირაზიანი. აქაც აქტიურად დაიწყო ხალხაშმა მესამე შეიძლება ამ საწყის რამდენი წამი 20 წამში მას კონდეს უპირატესობა, თუმცა მე შემდეგ აი გამაგდა უკვე ცენტრში ქათამაძე და საგარო ისე მიემწყდია აგირებთან მეტოქე და ხა უკვე ქათამაძის შეტევა არის. იმზის ის ბათუმელი ბიჭი როგორც შეუძლია, მაგრამ მეზოხე უფრო ძლიერია, აშკარად. კონდა ხო მარცხენა ხუგი, შემდეგ მარჯვენა პირდაპირი ხალვაშის იყო, თუმცა ისე ბაგერებთან არის ახლა და მესამე რაუნდსაც მოიგებს გიგი ქათამაძე, მაგრამ ისეთ ბრძოლის უნარი მაჩვენა ამ პეტრე ხალვაშმა. უშინ ზარმოთ კარგ სტილში მოიგო თავის შეხვედრა და ახაც მოიბრძოლა ბოლომდე. ქების მეც არაფერს არ იმსახურებს უეირ. დასრულდა ხო, დასრულდა. ანუ გვექნება ფინალი ასეთი, ნახევარფინალი, პირველი ხვავი თორნიკე სიმონიშვილი და გიგი ქათამაძე ორივე თბილისი და ისეთ საინტერესო შეხვედრა უნდა გამოვიდეს. ხო, აი მეოთხეში ერთმა საჭმამ ისა უპირატესობა. პეტრე ხალვაში ესეც საქმეა.
მეორე ქუთაისელი ამ წონის მეოთხე ფინალის მონაწილე და ახალქალაქელი წურია პოირაზიანის შემდეგ გამოვა ჟორო ქაიანი ასევე. უიგოზიანო დაიწყო შედევა, კარგად დაუხსნა თათელიშვილი. Raundas bolu წამები ეს ნოკდაუნი არ ყოფილა. თათელიშვილის მისცა უპირატესობა ხუთივე მსაჯმა პირველ რაუნდში 10-9.
მეორე რაუნდში შედეგიც იგივე არის თათელიშვილი თითქოს თანაბარი ბრძოლა იყო მაგრამ უფრო სუფთად მუშაობდა მოთე თათელიშვილი 28-ია ეს კი ვიცით რასაც ნიშნავს დიდი შანსი აქვს ქუთაისაც რომ ხვალ ნახევარფინალშიც იბრძოლოს ვეფერე მოუხერხა მაგაზიანო ვეფერე დაუახლოვდა მეტოქეს ისე რომ შედეგი დარღვევი ქონოდა ისე პრობლემად გასწასვაში თათელიშვილი და პირიქითის უფლაგოებს ხოლოს აი რა თავად დაიწყო მათემ შედება აქ უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია და მას პოიზაზიანი შეიძლება ხდება რომ წააგდა სავარაუდოდ მესამე რაუნდსაც აგებს ისეთ შედარებით შვიდი დასასრული აქ ამ შეხვედრას. ნახოთ საბოლოო შედეგი მოიგო მესამე რაუნდი ჯამში სამი რაუნდის ჯამში თათელიშვილმა მოიგო. მესამე რაუნდის მოიგო სამეთ გამოვლენ რინგზე პირველი ნახევარფინალის მონაწილეებით ორივე თბილისელია თორნიკე სიმონიშვილი და გიგი ქათამაძე. სიმონიშვილი ქათამაძე. და შემდეგ თათელიშვილი ყოფერი. ნახევარფინალის შედეგებს გეტყვით გუშინდელი ნახევარფინალის სიმონიშვილმა დაამარცხა გუშინ ლაშა გრიგალაშვილი და ქათამაძემ მოუგო პეტრე ხალვაში ორივეგან ანგარიში 5-0 იყო.
როგორც ამ რამზოდეს ეს ბრძოლა ორივე თბილისელია, თბილისის მეოთხე ფინალისტი ეყოლება და ევრობრინჯაოს მედალს მოიპოვებს. სულ 17 მედალი ექნება თბილისელებს. პირველი რაუნდის დასასრული ნახოთ ის მიანიკეს საჯებმა უპირატესობა თორნიკე სიმონიშვილმა მოიგო პირველი რაუნდი 5 მსაჯდა. ესეც მისი მეტოქე გიგი ქათამაძე თავის სეკუნდანტებთან მოატყა გოლჯერ მარცხენა ქათამაძემ. კიდევ ერთი მარცხენა ასეთი ძლიერი. სიმონიშვილს აქ ცალდია დაათმოები, აგერ ესე თქვა იმოდან. Viņš domājas, ka მარჯვენა ხუკი სიმონიშვილის შესრულებით რაუნდის ბოლო არის ვერ დავიჩენე ხო იგივე შედეგი იქნება შეიძლება გაიყოს კიდე სხვები თუმცა აი დაბოლოება კარგი ქონდა სიმონიშვილის მარცხენა პირდაპირ და შემდეგ მარჯვენას დააყოლა ორი შედეგიანი დარტყმა ქონდა უკეთეს რაუნდი ქონდა პირველთან შედარებით იგი ქათამაძეს მაგრამ საბოლოოდ არ შეიძლება იმ ბოლო ორი დარტყმის წყალობითაც სიმონიშვილმა მოიგო მეორე რაუნდიც 28 ეს უკვე დიდი უპირატესობაა ორი რაუნდის შემდეგ გადამწყვეტი უპირატესობა ესეც თორნიკე სიმონიშვილი რომელიც მესამე ბრძოლას იგებს უკვე ამ ტურნირზე და რაღაცა ისეთ განსაკუთრებული თუ არ მოიმოქმედა გიგი ქათამაძემ სულაც სიმონიშვილი გავა ამ რაუნდის შემდეგ ფინალში ხო წესით ისეთ გადამწყვეტ შეტევაში უნდა წავიდეს ქათამაძე, მაგრამ დასვაში ჩვენი რადგან სიმონიშვილი ნახეთ როგორ კარგად პასუხობს, კარგად დაუძრა კუთხიდან, თუმცა შემჩნევა მიიღო მსაჯისგან, თუმცა უკან დახევის დროს ზურგია ჩვენა მეტოქეს. ახლა ხო ბრძოლაში შევიდა და რამდენიმე წამი გაიყვანა, ისეთ კარგი ტაქტიკოსით ჩანს. ჩვენი რამდენიმე შარშანდელობის ჩემპიონატზე ამასაკობრივ კატეგორიაში ერთი ჩემპიონი და რამდენიმე პრიზიორი ყავდა, მაგრამ მათგან არავინ აღარ გამოდის ამ ჩემპიონატზე, ყველამ გადაინაცვლა ზედა ასაკობრივ კატეგორიაში 16 წლამდელებში. გოგონებშიც ყავდა ნაკანი ვერცხლის პრიზიორი, თუ ვაცდები 3 ბრინჯაოს медали ჰქონდა და შარშან ყავდა ევროპის ჩემპიონი გორგ აზარიანი, რომელიც წელს უკვე ნახეთ ჩვენ მოკლედ ზედა ასაკობრივ კატეგორიაში. 16 წლამდელ ჭაბუკებში. მარცხენა ხუკი ისეთ ძლიერი საკმაოდ სიმონიშვილის
ამრავანცაც იგებს ის სავარაუდოდ ის ფინალის გამოგიცხადებენ ძალიან მალე და შემდეგ რინგზე გამოვლენ ქუთაისელი მათე თათელიშვილი და სენაკელი ნიკოლოზ ხუფერი. ისინი მე-16 ფინალიდან ჩაერთვენ ბრძოლაში და უკვე დღეს გამართავენ მე-4 შეხვედრას. მათ შორის გამარჯვებული ხვალ მე-5-ესაც. სულმა თუ იყო რა თქმა უნდა თორემ სიმონიშვილმა და მან მოიგო მესამე რაუნდიც ოღონდ აქ ხმები გაყოფილა 3-3 არა მესამე რაუნდი კი ბატონო 3-2 მოიგო მესამე რაუნდიც სიმონიშვილმა ჯამში 3-3-დან 30-27 ორთან 29-28 რეფერი მოდუად მარდანოვი რუსთავი ისეც მათე თათელიშვილი ამისი მეტოქე ნიკოლოზ ხუფერია საერთოდ აისელებს 11 ფინალისტი ნახევარფინალისტი ყავთ როგორც გითხარით სენაკელებს ხუფერიას გარდა ეყოლებათ კიდევ ორი მოკრივე ეს გახლავთ ეხლა მოგახსენებთ ნახეთ უკვე და კიდევ ნახავთ ბევრს პირველი რაუნდი თათელიშვილი ხოფერია დაიწყო პირველი ქუთაისელმა შეტევით ისეთ ზოგადი უპირატესობა აქვს თათელაშვილსაც და ალბათ მეტი დარტყმაც გონგი პირველი რაუნდის დასასრული მადლაზე ახმოვდა ეს იმის ნიშანია რომ თათელაშვილმა 5 საჭთან მოიგო ეს საშუალო შედეგები დარბაზში მსხვილი მაყურებლებისთვისაც ხელმისაწვდომია. ერთადერთი საშუალო შედეგები ერთმანეთის საშუალო შედეგები არიციან თქვენამ საჯებომაც იციან მხოლოდ თავის შედეგი ყველა განაჩენისთვის, სეკუნდანტებისთვის, კომენტატორისთვის, მაყურებლებისთვის, ტელემაყურებლებისთვის ეს საშუალო შედეგი ცნობილია. ზოგჯერ აი ამ შედეგის მიხედვით აკორექტირებენ ხოლმე ბრძოლას მსმელები. აქ მოუწოდებენ მეტი აქტიურობისგან თავის მოწაფეს. მეორე რაუნდი.
მაყურებლები არის აქ საკმაოდ მე ვიტყვი დარბაზი გადაჭედილი ნამდვილად არ არის საკმაოდ დიდი დარბაზია ქუთაისში 1500 მაყურებელი ეტევა და ასეთ ყველაზე დიდი ჟღიამული რა თქმა უნდა არის ხოლმე ქუთაისელი მოკრიბეების გამოშვისას. 11 მედალი ექნება თუნდაც ქუთაისელებს, ორი ფინალისტი უკვე ყავთ. ჯერ დანაკარგი არ აქვთ. ორი გამოვიდა, ლიზი ბაქრაძე მოიგო და გიორგი ტყაბაძე მოიგო, იგებს პირველი რაუნდის შემდეგ მათე თათელიშვილიც. გონგი გამოხჩა ამასობაში. რაუნდის შედეგი დარბაზის რეაქციის მიხედვით ვხვდებით, რომ შედეგი იგივეა. მესამე ფინალისტი იქნება თუ ესე მკვეთრად არ გარდატეხა გიორგი ნიკოლოს ყოფერიამ შეხვედრა მესამე ქუთაისელი ფინალისტი ეყოლებათ ქუთაისელებს და ეს იქნება მათე თათელიშვილი. კილოგრამში ესეთი წყვილები გვეყოლება გიორგი ასათიანი ქუთაისიდან ნოდიკო კვერეხაძე ზესტაფონი და ასევე საბა ციციკაშვილი ვარიანი და პაატა სენკოვი მესტია. მოუმატა აქტიურობას მოუმატა ნიკოლოს ყოფერიამ, მაგრამ მეტოქიც არ არის უკმათ. ხმელების, მაყურებლების, მშობლების ემოციების თვალსაჩინოა ჩვენს ეკრანზე. საცავის მესამე რაუნდის დასრულდება. უფრო აქტიური იყო ყოფერია, უკეთესი იყო ვიდრე პირველ რაუნდში ნახოთ. ჯამში არაფერი არ შეიცვლება, ნახოთ, რამდენიმე ხმა მიიღოს სამეგრელო საჯებისგან მესამე რაუნდისთვის. ხუთი ნოლი იქნება, უნგარეთში უბრალოდ მესამე რაუნდის შედეგი გვაინტერესებს. მესამე რაუნდში კი ბატონო, მესამე რაუნდი ყოფერიას მოუგია საერთოდ 3-2. ესე იყო კი ბატონო. მაგრამ ჯამში ამან არაფერი არ შეცვალა. თორნიკე სიმონიშვილი თბილისი. მათე თათელიშვილი ქუთაისში.
თათელიშვილს აქ უპირატესობა სიმაღლეში და შორიდან მოარტყა ახლა ზედ ჩაფუჩი სიმონიშვილმა. ესეც წყვილი დაკმაყოფილდა თბილისელის მხრიდან მარცხენა მარჯვენა. ჯერჯერობით სიმონიშვილის უპირატესობა. კიდევ ერთი მარჯვენა. აღნიშნა კიდევაც ლინზე თვითონ თორნიკენ. დარბაზი ახმაურდა. მათეს მოუწოდებოდი მე. ამაზებისკენ თუმცა პირველ რაუნდში სიმონიშვილს აქვს უპირატესობა. კონგი პირველი რაუნდი დასრულდა. გაიყო ხმები, თუმცა სიმონიშვილმა მოიგო მაინც 3-2. მესამე რაუნდის ბოლომდე ესეთ პირველ ჩანს რომ არ გამოირკვევა. გამოვლინდება წინასწარ გამარჯვებული. მეორე რაუნდი სიმონიშვილი და თათელიშვილი. აქტიურობდა თათელიშვილი, ეგრევე თავად დაიწყო, ეხლა მაგიტომ მეორე რაუნდის პირველი შეტევა. ამგვარად სიმონიშვილმა მოარტყა. სიმონიშვილს ერთ ტაქტიკას დაუახლოვდება, ესე ნახტომში მოარტყავს ხოლმე და შემდეგ სწრაფად უკანიხევს. რაუნდის მიიწევა, ბოლოს ეს უკვე რაუნდის მეორე იყო, თუ არ ვცდები, მარცხენა პირდაპირ მოარტყა სიმონიშვილმა. ვერ გეტყვით ეს დარტყმა ჩაიშალა, ჩაითვალა თუ არა. შედეგები, ახაც გაიყო ხმები, ახლა ჯამი როგორია, 1 წამით 28-ია. 2-1 იგებს მოკლედ სიმონიშვილი, 1 საჭთან იგებს თათელიშვილი და 2 საჭთან აღიქრე. მეორე ეს არის მესამე მსაჯი და მეხუთე. აი ეს ორი კაცი გადაწყვეტს ბრძოლისთვის, ჯერჯერობით მინიმალური უპირატესობა აქვს თორნიკე სიმონიშვილს. მესამე და მეხუთე მსაჯი მეხუთე მსაჯი არის ზელიმხან სულთანოვი და მესამე მსაჯი არის მარიჟა ცაციაშვილი გორელი. აი ამ ორი კაცის ხელში ამ ბრძოლის მეტი, აი ამ ორი მსაჯიდან ორივეს ხმა ჭირდება. მათე თათელიშვილს და ერთის ხმაც ეყოფა თორნიკე სიმონიშვილს. განაჩენ სამთან ყველაფერი გარკვეულია, ორთან მოგებული აქვს. ორივე რაუნდი სიმონიშვილს და ერთთან მათე თათელიშვილი. ანუ 2-1-ია ეხლა ამ მომენტისთვის ანგარიში.
და მცირე უპირატესობა აქვს მესამე რაუნდის წინ თორნიკე სიმონიშვილს. რაც მეტი ასეთი დაძაბული ბრძოლა გვექნება, რომლის გამარჯვებული შინაობა ბოლო წამამდე უცნობი იქნება, მით უკეთეს სიმონიშვილის შეტევა იყო მოარტყა მან. აქ ვიდეობაში არ უნდა გადაიზარდოს. ესე ტაქტიკა აიჩიე ხან თათელიშვილმა, ამისთვის შეიძლება გაფრთხილება მიიღოს, კი ბატონო, მიიღო გაფრთხილება. შეუძლებელია სიმონიშვილი შორიდან იწყებდა შეტევას და ისე რაღაც მოჭიდავის დგომით ხდებოდა ხოლმე თათელიშვილი და ამისთვის მიიღო გაფრთხილება სამართლიანად და ეხლა უკვე გაუჭირდება, იმიტომ რომ ერთი ფულა დაატყდა ამის შესაბამისად. 4 მსაჯთან იგებს უკვე სიმონიშვილი. მედან ორთან მოგებული აქვს და მესამე რაუნდში წაქვს თორნიკეს უპირატესობა. მოარტყა კიდევ ერთი. ესე ცალკეცო მოკლევი იყო ამ ტურნირზე თორნიკე სიმონიშვილი და მისი მეტოქეც სხვათა შორის როგორც გითხარით მეოთხეთ მოუწია მათათელიშვილს რინგზე გამოსვლა და ამჯერად რაღაც სასწაული თუ არ მოხდა სიმონიშვილმა მოიგო მით უმეტეს მიმართულების გათვალისწინებით. ეს იქნება პირველი ოქრო თბილისისთვის და პირველი ვერცხლი ქუთაისისთვის. ცოტა შეხაროთ, მაგრამ ასე იქნება ნამდვილად. ხმები გაიყოფა 4-1 იქნება სავარაუდოდ ანგარიში. მოიგო რა თქმა უნდა თორნიკე სიმონიშვილმა. ახლა მესამე რაუნდის შედეგი მესამე რაუნდის წესით მას უნდა მოიგო. ახაც გაყოფილა ხმები, მაგრამ ჯამში 4-1 მოიგო. პირველი ჩემპიონი ყავს თბილისი, როგორც გითხარით. 4-1 საუკეთესო ბრძოლა იყო ალბათ დღეს გამართულებიდან.
ერთი ოსტუმი ხარ შენი ემოციები საქართველოს ჩემპიონი გახდი და როგორი გრძნობა ძალიან მაგარი ბრძოლა გრძნობა არის და ყველას წარმატებებს უსურვებ მეტოქეზე რას გვქი როგორ მეტოქეები ძალიან კარგი მეტოქეები მოყავდა სამოულო გეგმები როგორია ევროპის ჩემპიონატი გიწევს და დაპირებ დარწმუნებული ვარ რომ ისო უკრაინაში გაიმეორე გამარჯვებული დაბრუნდები გილოცავ კიდევ ერთხელ წარმატება მადლობა დიდი მადლობა. მადლობა. ეს რა ხდება, ნო? ვა! საძმოლაში. შამპანევრები მოგვაქვს ეს. დაიცა. გაგიმარჯო წარმატებები აა ბიჭებო ბევრი ვერაფერი ვერ მოგიტანეთ ნაზუხი ჩამოგიტანეთ დათუს გილოცავ დათუს გაიხარეთ ბიჭებო გაიხარეთ გილოცავ წარმატებები გაიხარეთ დათუს გილოცავ ეს ბიჭებო გილოცავს მო თუ აი ესე გახარებული დამსახურება აი ესე გახარებული მე შემოგევლოთ ყველას რა გაიხარეთ მადლობა დიდი იმა წესრიგ შენ გენაცვალე რა შვები ალაპუშო დავай ჩვენ ჩემპიონს გაუმარჯოს გენაცვალე ნაზუქი აიღეთ რა ნაღერა იქ ბიჭო ის პოლიტრა წამოიღე იქ როდეს პოლიტრა გაუმარჯოს ორიკა სიმონიშვილს გაუმარჯოს თასი ამოიღე თასი ბავშვი თასი ჯავას აგე თასი ვა ვილოცა აიხარე ბიჭო აქ მაგარი არაყი მიდევს იმაში ხო ვილოცა შენ გენაცვალე ძმა გვერი ჭირია მოდი გაკეთე ვილოცა შენ გამარჯო ნაინაცა დიდი მადლობა სადა ბარბარე გენაცვალე ბავშვებო ვილოცა დიდი მადლობა გენაცვალე ოქრო ხარ ოქრო დიდი მადლობა ყველას ბიჭებო დიდი მადლობა აი გადავიდე თასი აიღე თასი აჰა შენ ნაზუქი სურამის ნაზუქია ნელა ბიჭო ნელა ნელა აბა გადავიღოთ სურათი ყველა მოდი ბიჭო ყველა ვოცი სუპოი ოი სუპოი 10 თასი 10
ბოთლები აიღე, შამპანიურის ბოთლები დაიჭირე. მოიცა აბა ერთი შეძახილიც გავაკეთოთ. გადაცვალე. Modito. Argit, დაწყნარდით. თოკო გენაცვალე, კიდევ ერთხელ გილოცავ ამ მაგარ გამარჯვებას, ძალიან მაგარი გამარჯვება იყო. ამაზე მე კი არა და ეს ბიჭები კი არა, მთელი საქართველო და არა მარტო საქართველო საზღვარგარეთიდან მირეკავს ხალხი და რა მაგარი ბავშვიაო, გენაცვალო ჩემი თავი. მაგარი ბიჭი ხარ და აბა გზას დაგილოცავ. ევროპის ჩემპიონატზე მჯერავს რომ დააგვირგვინებ გამარჯვებით და გამარჯვებული ჩამოხვალ იქიდან. მოდით აქ ჩვენთან, მოდით ყველა გადმოდით. მოდით აქედან მოდით, აქედან. მოდი თოკო გენაცვალე, მოდი. მოდი. მიულოცეთ ჯერ თორნიკეს, მიულოცეთ. ეხლა ეს მათხოვე, ესეც მათხოვე. მოდით ახლოს. ულათები ახლა. ეხლა აბა ავიტაცეთ თორნიკე ჰაერში 1 2 გენაცვალე. ესე იგი, ყველა მეკითხება, დათო დანაპირებს შეასრულებ თუ არა, რა თქმა უნდა, შევასრულებ და თორნიკეს, აი ვისაც ეკითხებარებოდათ, თორნიკეს მე ვჩუქნი $100.
შეგიძლიათ აიღოთ წვენები. გემრიელად მიირთვით ბიჭებო. თორნიკეს ბაღის ტორტია ეგა. თორნიკეს ბაღში მოვწვიდეთ. მიირთვით გენაცვალეთ, მიირთვით. მიირთვით გემრიელად. თორნიკეს ბაღის ტორტია ეს. ეს ნახე მეორე კრუგზე მიდის თო. მერცვა შეგარგოთ ბიჭებო, აბა. ეგერთი და სხვა მრავალი. გენაცვალეთ თქვენ. აიღეთ წვენი. მედი შეუბერეთ წვენებით. არის კიდე ტორტი ბიჭებო, ვისაც გინდათ აგეთ არჩა აიღეთ. ტორტი აიღეთ. Amuli